შუადღემშვიდობის BMG TV-ს ეთერში გადაცემა ქალების ნარატივს ვიწყებთ. მიმდინარე კვირა საქმიან ქალებს BMG TV სტუდიაში მე მარია მიზორია მასპინძლობ. რა თემებს მუთმობთ დღევანდელ ეთერს, ნახოთ ანონსი, რამდენიმე წუთში კი პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. საქმიან კვირას და ხუთშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 17 აპრილს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ სალომე ბოჭორიშვილს და თამარ გახარიას. კომპანია G-Style უკვე 16 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ევროპული ბრენდების ფექსაცმლის და აქსესუარების პროდუქციას თავაზობს. რომელ ბრენდებს აცნობს G-Style ქართველ მომხმარებლებს და რამდენად მსყიდველ უნარიანი არიან ისინი. დეტალებზე ქალების ნარატივის სტუმარი, კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი სალომე ბოჭორიშვილი იქნება. Forbes Books-მა გამომცემლობამ, რომელიც ცნობილია მსოფლიოში გამორჩეული ლიდერული ისტორიების პოპულარიზაციით, რამდენიმე დღის წინ თამარ გახარიას ავტობიოგრაფია წიგნის სახით გამოსცა. The Blitz საქართველოს შვილის აღმასვლა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე პოსტსაბჭოთა ეპოქაში. წიგნში ავტორი საუბრობს საკუთარ პირად და პროფესიულ გამოცდილებაზე, დაწყებული რთული ბავშვობიდან გაგრძელებული მძიმე გამოწვევებით ზრდასრულ ასაკში და მისი ამჟამინდელი პოზიციით. ქალების ნარატივში შემოგთავაზებთ ვრცელ ინტერვიუს წიგნის ავტორთან თამარ გახარიასთან. სიახლეებით მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამორჩეთ. ქალების ნარატივი. გადაცემის პირველ ნაწილს კომპანია G-Style-ზე საუბრით ვსნით, რომელიც საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 18 წლიან ისტორიას აერთიანებს. ამ პერიოდის განმავლობაში კი მოახერხა, რომ ქართული ბაზარი და ქართველი მომხმარებელი ევროპული ბრენდების პროდუქციით გაენებიურებინა. კომპანიის ყოველი წელი სიახლეებით და გაფართოების გეგმებით არის დატვირთული და არც გასული წელი აღმოჩნდა გამონაკლისი. რაც სიახლეები დაუგროვდა კომპანიას, როგორია ბაზარზე იმ ბრენდებზე მოთხოვნა, რომელსაც კომპანია G-Style-ის თავაზობს მომხმარებელს, ამ და სხვა თემებზე საუბარს სალომე ბოჭორიშვილთან G-Style-ის დამფუძნებელთან ვაგრძელებ. სალომე, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით ყველას და მადლობა მოწვევისთვის. სალომე, მინდა რომ განვლილი 2024 წელი შევაჯამოთ. როგორი იყო ზოგადად კომპანიის ოპერირებისთვის 2024 წელი, რა გეგმები დაისახა, რომელიც უკვე ფაქტობრივად 2025-ში განხორციელდა. დაიწყო განხორციელება. დიახ, 2024 წელი საკმაოდ კარგი წელიწადი იყო. პირველი 3 კვარტალი ძალიან კარგად დაიწყო კომპანიისთვის, რაც აისახებოდა რა თქმა უნდა გაყიდვების ზრდაზე. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით, აი უკვე მეოთხე კვარტალი, წინა საახალწლო პერიოდი, რა თქმა უნდა რეალიზაციები დაეცა ჩვენთანაც როგორც ყველგან. მაგრამ 2025 წელი შედარებით უფრო უკეთესად დაიწყო, წინა წელთან შედარებით გვაქვს რაღაც გარკვეული წინსწრებები და ვიმედოვნებთ, რომ უკეთესი წელიც იქნება 2025 წელი. 2024 წელში ჩვენ მოვემზადეთ ახალი ფილიალის გახსნისთვის და აი 2025 წლის დასაწყისში უკვე აპრილში თბილისი მოლში გავხსენით კიდევ ერთი ახალი ფილიალი, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო მარტივად მოსაძებნები და მარტივად მოსასვლელი გაგვეხადა ლოკაცია. ამისთვის გავფართოვდით და ერთი ახალი ფილიალი დავამატეთ. რა ბრენდები გაერთიანდა უბრალოდ ამ ფილიალში და საიდან გაჩნდა უკვე გაფართოების საჭიროება? ეს იყო მოთხოვნიდან გამომდინარე? დიახ, ჩვენ კომპანია აერთიანებს ორ ბრენდს, ეს არის GB Martini და Kedo. GB Martini წარმოდგენილია 3 ფილიალით თბილისში. და Kedo უკვე აი მესამე ფილიალით გავხსენით თბილისი მოლში. რა თქმა უნდა, ეს არის მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივად არის საცობები, რთული არის სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილება, აქედან გამომდინარე გავხსენით თბილისი მოლის ლოკაციაზე, რადგან ბევრი მომხმარებელი ითხოვდა ზუსტად აი ამ ლოკაციას და ჩვენ ეს შევუსრულეთ. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ G-Style-მა ძირითადი სავაჭრო პუნქტები, სადაც განსაკუთრებით დატვირთვა მოიცვა სრულად, ხო? ფაქტიურად სრულად მოვიცავით უკვე თბილისი და ეხლა უკვე გადავდივართ რეგიონებზე და ძალიან გვაინტერესებს რეგიონების მიმართულებაც. რეგიონებიდან რომელი იქნება თქვენ შეფასებით პირველი? სად ფიქრობთ, რომ G-Style-ი პირველ ობიექტებს გახსნის და როგორ მოთხოვნას ელოდებით მათ შორის თბილისის მიღმა?
ну, ძალიან საინტერესოა ბათუმი, ბათუმის ბაზარი, იმიტომ რომ ზარდია იქ მომხმარებელი და თან ისეთი ასე ვთქვათ, ახალი ქალაქად ყალიბდება. ასევე ძალიან საინტერესოა ქუთაისი და სხვათა შორის ახლა მივიღეთ შემოთავაზება გორიდანაც, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა და ახლოს დღეებში ვაპირებთ ვიზიტს, რომ ვნახოთ რა იხსნება იქ. კი ბატონო, დაახლოებით რა პერიოდს უყურებს ეს გეგმების განხორციელება, გულისხმობ თბილისის მიღმა უკვე პირველ ობიექტს? ნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს და უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთავაზობთ სიახლეებს ყოველ წელიწად ჩვენს მომხმარებელს. კი ბატონო. სალმე, კედოს და ჯიბი მარტინსის, ასე ვთქვათ, ოპერირებას თუ შევაფასებთ, რამდენად იზრდება ზოგადად მოთხოვნა იმ ბრენდებზე, რაც წლების წინ G-Styles-მა შემოიტანა და შემოიყვანა ქართულ ბაზარზე. აი, როგორ შეაფასებდით ამ პერიოდის განმავლობაში იმ ზრდას, მათ შორის მომხმარებლის ქცევას, დარწმუნებულია რომ ამ პერიოდის განმავლობაში ერთგული მომხმარებელიც იქნებოდა. კი, ნამდვილად ზრდა შეინიშნება, იქიდან გამომდინარე, რომ თუ როგორ იზრდება ჩვენთან რეალიზაციები, აქედან გამომდინარე, ნამდვილად იზრდება მომხმარებელი, იზრდება მოთხოვნაც, აუცილებლად მომხმარებელს სჭირდება სიახლეები ყოველ წელიწადს და ჩვენ ამაზე განსაკუთრებით ვზრუნავთ. დავდივართ ყველა გამოფენაზე, რომ გავიგოთ პირველებმა თუ რა არის ტენდენცია იმ წლის, რა არის მოთხოვნა იმ წლის და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ სფეროში ვიყოთ, ასე ვთქვათ, პირველები და მაქსიმალური შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ვაუმჯობესებთ, რა თქმა უნდა, და 2004 წელს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მომსახურების სფეროს. მუდმივად გვაქვს სტაფის ტრეინინგი, მუდმივად ვასწავლით სიახლეებს, როგორ შესთავაზონ მომხმარებლებს, სხვადასხვა პროდუქტები, იმიტომ რომ ჩვენი პროდუქტების რაოდენობა იზრდება ყოველ წელიწადს ჩვენს ფილიალებში, ვამატებთ სხვადასხვა აქსესუარებს, სხვადასხვა ბრენდებს და აქედან გამომდინარე, აუცილებელია რომ ეს სწორად მიიტანონ მომხმარებელთან, ამიტომ მუდმივად გვაქვს ტრეინინგები, დავნერგეთ ლოიალობის სისტემაც, რამაც აი ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ადრეც გვქონდა ეს სისტემა, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ. აი, რას გულისხმობს ესეც ჩავშალოთ? გვაქვს ლოიალობის სისტემა, ბარათები, დაგროვებითი ბარათები, რომელიც არის მზარდი ფასდაკლების ბარათები და ეს ძალიან წამახალისებლად მუშაობს და რა თქმა უნდა, ის მომხმარებელი ყოველთვის ბრუნდება, რადგან ჩვენთან ყოველთვის აქვს განსაკუთრებული ფასდაკლება. დიახ, და ეს ფასდაკლებაც მოქმედებს ყველაფერზე და ეს ძალიან კარგად აისახა ჩვენს რეალიზაციებზე. დაგვიბრუნდა ყოველთვის, როდესაც ბარათების გაცემის პერიოდი გვაქვს, მე ეს ყოველთვის ბრუნდება მომხმარებელი და თან ძალიან კმაყოფილი ბრუნდება. და ასევე ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა ონლაინ გაყიდვებზე, რადგან რეგიონებში ჩვენ ჯერ არ ვართ. რეგიონებიდან განსაკუთრებით არის მოთხოვნა, გავაუმჯობესეთ ეს მიმართულებაც 2024 წელს. გვაქვს ვებგვერდი, რომელიც კიდევ უფრო დავხვეწეთ. ეხლა კიდევ ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ კიდევ უფრო გაუმარტივოთ მომხმარებელს ონლაინ შოპინგი და არა მხოლოდ რეგიონებზე, თბილისშიც, სხვათა შორის საკმაოდ უკვე გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ გაყიდვებზე. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ამ ვებგვერდის და ამ მიმართულებით კომპანიის მუდმივად სვლის ხარჯზე ახერხებთ, რომ საქართველოს მასშტაბით მოიცვათ ყველა რეგიონი. კი, ნამდვილად, გვეხმარება ეს ყველაფერი ამაში, ნამდვილად ძალიან კარგად. კი ბატონო. თქვენ ახსენეთ, რომ მუდმივად ხებულობთ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში, რათა დააკვირდეთ იმ ტრენდებს, სიახლეებს, რაც არის საერთაშორისო ბაზრების ჭრილში. რა პროცესია თითოეულ ბრენდთან მოლაპარაკება, მუშაობა, რამდენად იცნობენ უკვე საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ ეთერამდე საუბრობდით, რომ მაშინ, როდესაც G-Styles იწყებდა ოპერირებას 18 წლის წინ, საერთოდ სხვა სიტუაცია იქნებოდა. აი, ეს ზრდა მინდა შევაფასოთ. ახლა რა ვითარებაა და რა იყო მაშინ? აი, პირველი სირთულეები მაშინ რა ეტაპზე შეგექმნათ და ახლა როგორ გავიზარდეთ ამ მიმართულებით? საკმაოდ გავიზარდეთ, რადგან საერთაშორისო ბაზარზე უკვე საკმაოდ ცნობილია ჩვენი ქვეყანა და თან ეს ტენდენცია მზარდია, იმიტომ რომ ჯერ ახალია საქართველოს ბაზარი და თან ძალიან აინტერესებთ. რა თქმა უნდა, ეს ტურიზმის განვითარებამაც შეუწყო ხელი, უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის და ეცნობა საქართველოს და სხვათა შორის ჩვენ ბრენდებსაც ძალიან ბევრი ტურისტი იძენს, სტუმრობს.
და ამანაც ძალიან შეუწყო ხელი. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო დაყოლიება თუნდაც უცხოური ბრენდები საქართველოს შემოსვლით, მაგრამ ეხლა უკვე ეს ნამდვილად სირთულეს არ წარმოადგენს. თავარია ჩვენ ეს გადავწყვიტოთ, გადავდგათ ნაბიჯი და მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის, პირიქით ძალიან დაინტერესებულია ყოველთვის მეორე მხარეც და თვითონაც ძალიან გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან ამ ყველაფერში. რაც შეეხება მომხმარებელს, როგორ გაიზარდა ამ პერიოდის განმავლობაში? რა მოთხოვნები ჩამოუყალიბდა და რამდენად აკეთებს აქცენტს პრემიუმ ბრენდებზე და რამდენად არ ერიდება მათ შორის ამ ბრენდებში შესაბამისი ღირებულების გადახდას, აი ხარჯოუნარიანობის ჭრილში როგორი ზრდა გვაქვს? მომხმარებლის ქცევა, როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ შეიცვალა, საკმაოდ მომთხოვნი გახდა მომხმარებელი და მომხმარებელს რა თქმა უნდა ხარისხიანი ფეხსაცმელი და აქსესუარი, მაგრამ ამავდროულად უნდა ძალიან კარგი მომსახურება, ძალიან სწორი შერჩევა და სწორედ აი ამას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენთან ეს მომსახურების სფერო იმდენად მაღალ დონეზე ავიყვანეთ, რომ გავხადეთ ასე ვთქვათ, როგორც ჩვენი სავიზიტო ბარათი, რომ ვინც შემოვა ჩვენს მაღაზიებში, გავიდეს ძალიან კმაყოფილი და იყოს დაკმაყოფილებული, როგორც ხარისხით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მოთხოვნა არის ხარისხიან ფეხსაცმელზე, ხარისხიან აქსესუარზე და ეს რა თქმა უნდა მზარდია და ამისთვის ჩვენ სულ შრომობთ, სულ ვფიქრობთ როგორ უფრო და უფრო გავაუმჯობესოთ ხარისხიც, მომსახურებაც და ყველაფერი, რასაც მომხმარებელი ითხოვს. კი ბატონო. მიღმა იმისა, რომ G-Styles-ი ახერხებს გაზარდოს მოცვა თბილისის მასშტაბით ფილიალების ჭრილში. საინტერესოა თვითონ პროდუქციის ჭრილში როგორია ხოლმე ზრდა, რამდენად მრავალფეროვანია ის არჩევანი, რაც კომპანიის ფილიალებში ხვდება მომხმარებელს და რას თავაზობს კომპანია პროდუქციის ნაწილში მომხმარებელს? ძალიან კარგი კითხვა დამისვით, იმიტომ რომ აი ზუსტად 18 წლის წინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ სფეროში მოღვაწეობა, მხოლოდ ფეხსაცმლის და ჩანთის შეძენა შეეძლოთ ჩვენს მაღაზიებში. ეხლა უკვე ჩვენთან მოსულ მომხმარებელს ხვდება ძალიან დიდი არჩევანი. დაწყებული, რა თქმა უნდა, ფეხსაცმელი, ჩანთა, ყველა ის აქსესუარი, რაც კი ქალს წარმოუდგენია, რომ ჭირდება ყოველდღიური გამოყენებისთვის, ყველაფრის შეძენა უკვე შეუძლიათ და ამაში, რა თქმა უნდა, გვეხმარება გამოფენები, რადგან თითოეულ გამოფენაზე პოულობთ იმ სიახლეებს და იმ ასე ვთქვათ ინოვაციებს, რაც უკვე აი ამ მიმდინარე პერიოდში ჭირდება მომხმარებელს და ყველანაირად ვცდილობთ, რომ პირველები ვიყოთ და პირველებმა დავნერგოთ ეს სიახლეები და ამითი ძალიან კმაყოფილია მომხმარებელი, რადგან აი დროის ეკონომიას აკეთებენ, ანუ აღარ უწევთ სხვადასხვა მაღაზიებში სიარული იმის შესაძენად, თუ რაც ერთ სივრცეში, აი რაც კი ქალს ჭირდება ფეხსაცმელთან, აქსესუართან დაკავშირებით, ყველაფრის შეძენა უკვე შეუძლიათ ჩვენს ფილიალებში და ეს იგრძნობა, როგორც კი შემოვლენ ჩვენთან და ნახავენ ჩვენს არჩევას. სალმე, განსაკუთრებული მოთხოვნა რაზე ფიქსირდება? რა პროდუქციას ყავს თავისი, ასე ვთქვათ, სეგმენტურად მზარდი მომხმარებელი? ნუ რადგან ფეხსაცმლის მაღაზიად ვითვლებით და ვართ, რა თქმა უნდა, ფეხსაცმელზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, თუმცა ჩანთები ძალიან ასე ვთქვათ, მოთხოვნადია, რადგან ქალს დამეთანხმებით, რომ ჭირდება არა ერთი ჩანთა, არამედ რამოდენიმე, იქ საღამოს გასასვლელი, ყოველდღიური საზაფხულო და ასე შემდეგ. ასევე წელს ძალიან აქტუალურია ჩანთის აქსესუარები, რომლებიც ასევე დავამატეთ. კი ბატონო. და ნუ რა ვიცი, ძალიან ბევრი აქსესუარი უკვე შეუძლია ჩვენთან შეიძინოს ქალბატონებს. სალმე, სათხესასწაულო პერიოდშიც თითქოს ჩამოგვიყალიბდა ქართველების კულტურა განსაკუთრებული სამზადისის. ახლა წინასააღდგომო პერიოდში თუ იგრძნობა ეს გაყიდვებზე, მათ შორის თუ გაიზარდა აქტივობა, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობდით, რომ მათ შორის არამხოლოდ სუფრისთვის საჭირო ინვენტარს იდენენ, არამედ სასაჩუქრედაც საკმაოდ გააქტიურდა სეგმენტი. ამ მიმართულებით თუ იგრძნობა თქვენს ობიექტებში ზრდა და გაზაფხულისთვის მათ შორის განსაკუთრებული სამზადისი. რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს ზრდა, რადგან ქართველებსაც უკვე სხვა მენტალიტეტი გვაქვს და მხოლოდ არ იგრძნობა ეს სუფრაზე და სახლებში. აქ უკვე არის საუბარი სააღდგომო საჩუქრებზე, საყვარელ ადამიანს, თუნდაც საკუთარ თავს,
სხვადასხვა აქსესუარის ჩუქებაზე და რა თქმა უნდა ამ პერიოდში თან ჩვენ ფასდაკლებები გვაქვს. სააღდგომო ფასდაკლებას მუდმივად თავაზობთ ჩვენს მომხმარებელს და ეს ძალიან კარგად აისახება და რა თქმა უნდა ჩვენი რეალიზაციებიც იზრდება ამ პერიოდში განსაკუთრებით თან ამას ერთვის ის რომ არის გაზაფხული და გაზაფხულს განწყობა, დიახ, აი განწყობას აქვე მინდა ვთქვა რომ განწყობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან როდესაც კარგი განწყობა გაქვს, გინდა ყველაფერი კარგი. აქედან გამომდინარე განწყობას აქვს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვისაც და დღესასწაული გვეხმარება ამისთვის და აქვე მინდა რომ წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თქვენც და ჩვენს მაყურებელსაც. გიერთდებით მოლოცავში. სალმე, საუბარი მინდა გეგმებით შევაჯამოთ. რა არის ის გეგმები და მათ შორის მიმდინარე პროექტები, რაზეც კომპანია აკეთებს სწორება 2025 წლის ჭრილში, როგორია თქვენი მოლოდინები და ასევე უკვე სამომავლო მიზნები. მოლოდინები სხვათა შორის, რადგან გაზაფხული შედარებით ნორმალურად დაიწყო, ვფიქრობთ, რომ წლევანდელი წელიც კარგი იქნება და ეს აისახება რეალიზაციებში. გეგმები, როგორც უკვე აღნიშნე, გვაქვს, რომ უკვე გავცდეთ ქალაქს და მოვიცვათ რეგიონები და ამ საკითხზე უკვე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში იქაც გავხსნით ნებისმიერ ქალაქში ახალ ფილიალს. რაც შეეხება თვითონ ჩვენს ფილიალებს, აქაც მუდმივად და სულ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, შევთავაზოთ სიახლეები, დავამატოთ ახალი ბრენდები და ვიყოთ მოწინავეები ამ ყველაფერში. მადლობა სალომე, თქვენი დროისთვის წარმატებები ყველა გეგმაში და უკვე რეგიონებში გაფართოების შემდგომ მოვიკითხოთ G-Styles-ის შედეგებს. ამ მართლობით განსაკუთრებით წარმატებებს გისურვებთ. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. სტუმრობისთვის. სალომე ბოჭორიშვილი G-Styles-ის თანადამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში. ახლა რაც შეეხება ჩვენს მორიგ თემას, აღდგომის დღესასწაულიც გვიახლოვდება, რაც ბიზნეს და ეკონომიკურ აქტივობას უწყობს ხელს და განსაკუთრებით მოვლებზე მოდის მომხმარებლის მხრიდან დანახარჯების უმეტესი წილი. ეს პერიოდი მსოფლიოს მასშტაბით კომერციული მოვლენაა, რადგან წინა სააღდგომოდ მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვები იზრდება. ამ ზრდას კი განსაკუთრებით რიტეილ სექტორის წარმომადგენლები გრძნობენ. როგორია მსოფლიოს მასშტაბით დანახარჯები, მათ შორის როგორია ვითარება საქართველოში, ამასთან დაკავშირებით მოგემზადეთ სიუჟეტი, ჩვენ კი რეკლამის შემდგომ ბრუნდებით. ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, სადაც დღესასწაულებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამონაკლისებს შორის არც აღდგომა ხდება, რომელიც მასშტაბურ კომერციულ მოვლენად წელსაც გადაიქცევა. რიტეილის ეროვნული ფედერაციის პროგნოზით აღდგომის დღესასწაულისთვის მოსამზადებლად ამერიკელები წელს 23 მილიარდ 600 მილიონ დოლარს დახარჯავენ, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 5%-ით აღემატება, მაგრამ 2023 წლის მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება. რიტეილის ეროვნული ფედერაციის დათვლებით, ერთი ზრდასრული ამერიკელი ამ დღესასწაულზე წელს საშუალოდ $190 დახარჯავს, როცა შარშან ამ თანხამ $177 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ წამყვან პოზიციებს ტრადიციულად საკვები და ტკბილეული ინარჩუნებს, ბოლო წლებში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა დანახარჯების ზრდა დეკორაციების მიმართულებით, რაც წელს $1,700 მილიონ გაუტოლდება. თუ 2019 წელს დეკორაციებს მხოლოდ ამერიკელების 41% ყიდულობდა, წელს ეს წილი 51%-მდე გაიზარდა. ანუ დეკორაციების შესყიდვა მოსახლეობის ნახევარზე მეტმა გადაწყვიტა. აღდგომის დღესასწაულს ამერიკაში ზრდასრული მოსახლეობის 92%-ზე მეტი აღნიშნავს, ანუ თითქმის მთელი ქვეყანა. ამ ადამიანების 92% აუცილებლად შეიძენს ტკბილეულს, 89% საკვებს, 65% კი საჩუქრებს, ხოლო თითქმის ნახევარი სპეციალურ სამოს. როგორც ჩანს, ამერიკელებისთვის აღდგომა განსაკუთრებულად საყვარელ დღესასწაულად სოფლიოში არსებული ეკონომიკური გაურკვევლობის მიუხედავადაც რჩება, რაც ამ დღესასწაულის ემოციურ და კულტურულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. რამდენს დახარჯავენ წინა სააღდგომოდ ქართველები, ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ მონაცემებზე თაყნობით ზუსტი პროგნოზი არ კეთდება. თუმცა, როგორც ბიზნეს სექტორის განსაკუთრებით კი ტკბილეულის წარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, წლებთან ერთად წინა სააღდგომო პერიოდში ტკბილეულზე განსაკუთრებით კი პასკაზე მოთხოვნა იმაზე მაღალია, ვიდრე გასულ წლებში. ტკბილეულთან ერთად ქართულმა მომხმარებელმა წინა სააღდგომოდ საჩუქრების შესყიდვაც დაიწყო და არც ამ მხრივ ერიტება ხარჯებს. ძალიან დიდი ხნით ადრე უკვე ქართული მომხმარებელი იწყებს აღდგომისთვის სამზადის არა მარტო იმ რეცეპტებით და იმ კულინარიული შედევრებით, რასაც ახდენენ, არა იმ რიტუალებით, რაც აი ეს მადლი და ყველაფერი ამ აღდგომას ახლავს, არამედ იმით, რომ აი ეს უნდა რომ ეს აღდგომო კუთხეების შექმნა, გაილამაზონ სუფრა, ის რაღაცა აუჯახო დღესასწაულად აქციონეს ყველაფერი და ამან რა თქმა უნდა განაპირობა ის, რომ ჩვენი სააღდგომო
პროდუქციის გზრდაც შესაბამისად მოხდა და რა თქმა უნდა ბრუნვაზეც აისახება პოზიტიურად. წლიდან წლამდე გაიზარდა წინასააღდგომო სამზადის ის ტენდენციაც, ანუ არ იყო ამ ხელამოთხოვნა დეკორირებულ პროდუქციაზე მანამდე, ან ბოლო წლებში უფრო შეიმჩნევა ეს ტენდენცია და ანუ უკვე მომხმარებელი მოდის თავისი იდეებით და არ ჯერდება მხოლოდ ჩვენ შეთავაზებულ ვარიანტებს, მაინც ანუ მხოლოდ გემო, როგორც შევატყობთ, არ არის მთავარი მოთხოვნა მომხმარებელში და ვიზუალურ მხარესაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ყოველთვის იზრდებოდა ამ დროს მომართვიანობა და ძალიან დიდი რაოდენობით შეკვეთა იყო თუ არ ვიცი თან წაღების ამბები. ეხლაც როგორც ვთქვათ წინა წლებში საკმაოდ ბევრი შეკვეთა გვაქვს, არავის არ გაუკვირდება, ალბათ ყველა ესე არის და ჩვენც ესე ვემზადებით სულით და გულით სააღდგომო სამზადისია ჩვენთან. აღდგომის დღესასწაული მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული მოვლენაა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვებზე. ამ პერიოდში მომხმარებელთა სურვილები იზრდება, რადგან ტრადიციულად აღდგომას ოჯახური შეკრებები, სადღესასწაულო სუფრები და საჩუქრების გაცვლა ახლავს თან. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები კი ამ შესაძლებლობას იყენებენ სპეციალური ფასდაგლებებით, სარეკლამო კამპანიებითა და თემატური პროდუქციის შეთავაზებით. შესაბამისად იზრდება როგორც კვების პროდუქტებზე, ისე ტანსაცმელზე, საჩუქრებსა და დეკორაციებზე მოთხოვნა, რაც საერთო გაყიდვების ზრდას განაპირობებს. როდესაც Forbes-ი ელექტრონული პოსტით დამიკავშირდა, მეილს ყურადღება არ მივაქცია, რადგან სპამი მეკონა. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი კვლავ გამოვიდნენ კავშირზე. მაშინ რეალური არ მეჩვენებოდა მათი წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი ავტობიოგრაფიის გამოქვეყნებით დაინტერესდებოდნენ. მესიჯის გადამოწმების, ავთენტურობის დადგენის პროცესში მთელი IT პროფესიონალები ჩავთემ. ასე აღწერს CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი თამარ კახარია იმ მომენტს, როდესაც შეიტყო, რომ Forbes Books-მა მსოფლიოს მასშტაბით 8 პროფესიონალს შორის ავტობიოგრაფიის გამოცემისთვის შეერჩია. Forbes Books-მა გამომცემლობამ, რომელიც ცნობილია მსოფლიოში გამორჩეული ლიდერული ისტორიების პოპულარიზაციით, თამარ კახარიას ავტობიოგრაფია წიგნის სახით სულ რამდენიმე კვირის წინ გამოსცა. The Blitz საქართველოს შვილის აღმასვლა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე პოსტსაბჭოთა ეპოქაში. ასე ქვია თამარ კახარიას ავტობიოგრაფია, სადაც ავტორი აღწერს სოციალური ცვლილებებითა და პირადი გამოწვევებით ახსავს რთულ გზას, რომელმაც ის პროფესიულ წინსვლამდე, მსხვილ ბიზნესში წარმატებამდე და საკუთარი თავის შეცნობამდე მიიყვანა. თამარ კახარია ამჟამად CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორია. კომპანიის, რომელიც ისეთ საკვანძო სექტორებს აერთიანებს, როგორიც არის ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, ახალი ტექნოლოგიები და სტარტაპები. ფინანსური დირექტორის რანგში თამარ კახარია ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს CBS ჯგუფის წარმატებაში, პოზიციაზე, რომელიც 25 წლისამ დაიკავა. ჩემი ისტორიის გაზიარებით მსურს თავაგონო და გავაძლიერო სხვა ქალები და ლიდერები მთელ სოფლიოში, რადგან დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია. აღნიშნავს თამარ კახარია. რამდენიმე დღის წინ საინტერესო ინტერვიუ გქონდა თამარ კახარიასთან, რომელმაც წიგნის ავტობიოგრაფიის კვალდაკვალ თავისი კარიერული გზა და ის ეტაპები გაიხსენა, რომელიც ამ წარმატებამდე გაიარა. ვისაუბრეთ The Blitz-ზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. გიტოვებთ ინტერვიუს, რომელიც CBS ჯგუფის ფინანსურ დირექტორთან ჩავწერეთ, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით. თამარ, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და თქვენი წარმატების ჩვენი მაყურებლისთვის, განზიარებისთვის. მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით. თამარ, თქვენ ხართ პირველი ქართველი მენეჯერი, რომელზეც Forbes-მა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა. საინტერესო, რას ნიშნავს თქვენთვის ეს წარმატება, რა აღიარება და რა იყო თქვენი პირველი ემოციები, როდესაც ეს ამბავი შეიტყვეთ? სიმართლე გითხრათ, დღემდე არ ვარ გონს მოსული ამ ყველაფრით და არც მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ტრიალებს. ძალიან უჩვეულო ამპლუა არის ჩემთვის, იმიტომ რომ მე გახლავართ ფინანსების მხრივ, ანუ პროფესიონალი, აქედან გამომდინარე, ჩემი პროფესია ფინანსებზე გარდა არ ეხება არ სხვა არაფერს და ძალიან უჩვეულო იყო ჩემთვის ეს როლი, ამ როლის მორგება, ამ როლის საკუთარი თავის პოვნა. და საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ეს მოგზაურობა ჩემთვის. საინტერესო და ამავდროულად ძალიან რთულიც. ჩემთვის ეს ყველაფერი ნიშნავს რაღაც ახალ ეტაპს.
რომელიც არ ვიცი რაც და როგორ გადაითარგმნება მომავალში, თუმცა ყველანაირი შედეგისთვის მზადა ვარ. ამ ეტაპზე ჩემი გრძნობები იმდენად ერთმანეთში ირევა, კონკრეტულ სახელწოდებას ვერ დავარქმევ რა არის ჩემთვის ეს ყველაფერი. ალბათ გაივლის დრო დაილექება და ეს სიახლე იმედია სასიამოვნო მოგონებად ან ცხოვრების ლეიტმოტივად მეკცევა. ახსენეთ, რომ თქვენთვის არის უჩვეულო ამპლუა ფინანსებიდან. შესაბამისად, საინტერესო რა პროცესი იყო თავად ამ ავტობიოგრაფიაზე მუშაობა, მათ შორის უკვე განვლილი გზის შეჯამება. ამ თავგადასავლის თავიდან გავლა, უკვე გამოცდილი თამარის მხრიდან. რა პროცესი იყო ეს? არ ვიცი, რო შევადარო ალბათ ანუ ჩვენი შავი ზღვა ცნობილია შტორმებით და ზუსტად ამ შტორმში ნავიგაციას შევადარებდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან რთულია მივიწყებული ტკივილების გახსენება, ძალიან რთულია წარსულში მნიშვნელოვანი მომენტების დალაგება ქრონოლოგიურად, რომ ვიღაცისთვის საინტერესო გახდეს, თუნდაც კითხვა არ იყოს მოსაბეზრებელი, ან რაღაცა მამოტივირებელი იპოვოს ამ ყველაფერში. აქედან გამომდინარე, ურთულესია ეს ყველაფერი, მარტივია, როდესაც კითხულობ, მაგრამ მის უკან დგას ზღვა ემოცია, ზღვა წარსულის გაუვალი ჯუნგლებისა, ზღვა ტკივილისა და ამავდროულად რაღაცა შვებაც, ანუ დადებითი მხარეც რომ შევაფასო პირადად ჩემთვის, ეს ყველაფერი რაღაცა სიმშვიდისკენ მიმავალი გზა იყო და ყოველი სიტყვა ჩემთვის იყო საკუთარ თავის მიმღებლობის ზრდა. და რო დასრულდა უკვე რა ემოცია დაგეუფლეთ? რომ დასრულდა სიმართლე გითხრათ, მე მივხვდი რომ ეს დასრულდა წიგნის წერა და არ დასრულებულა წინსიარული, შეუძლებელია, ანუ ეს ყველაფერი პროგრესი, ეს განგზობითი ასეთი სისტემაა, რომელსაც ვერ დასვავ როგორც წიგში წერტილს, ანუ დავსვი წიგში წერტილი, მაგრამ ვიცოდი რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაცა ახალი იწყება. წიგნის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის სხვას მისცეს мотиваცია, ინსპირაცია. თქვენი შეფასებით, თქვენი ისტორიის მთავარი სათქმელი რა არის? შეაჯამო კარიერული გზა სრულად და არა მხოლოდ კარიერული გზა, თქვენი ცხოვრება ერთ წიგნად დარწმუნებული ვარ ძალიან რთული იქნებოდა და მთავარი სათქმელიც რთულად ჩამოსაყალიბებელია. თუმცა რას ფიქრობთ, რომელი ეპიზოდია მთავარი სათქმელი? იცით, მე მინდოდა სიმართლე გითხრათ, წამომეწია არა მხოლოდ რაღაც კარიერული ზრდის და მასში არსებული დაბრკოლებების გადალახვის და შემდეგ რაღაცის მიღწევის მნიშვნელობა, არამედ როგორც ამ ქვეყნის შვილი, ამ ქვეყნის ვიტყოდი ქალიშვილი არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხაზი გამესვა ფართო აუდიტორიისათვის. ანუ მე მომეცა საშუალება, რომ საქართველოს ქართულ ქალებზე მელაპარაკა ასე ხმამაღლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვი. მინდოდა ხაზი გამესვა ჩვენი ქვეყნის პროგრესისათვის, რომელიც ზუსტად სულ ამას საუბრობ, რომ ტოლია ჩემი ქვეყანა, ჩემი ასაკის არის პოსტსაბჭოური ნგრევის შემდეგ, როგორ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებოდა ჩემთან ერთად და მეც მასთან ერთად. როგორ გავიარეთ თითოეულმა ქართველმა ქალმა ის უპირობო სიყვარულით სამშობლოსადმი, ჩვენი მეუღლეებისადმი, შვილებისადმი, ყველა სირთულე და მოვედით დღემდე, როდესაც ჩვენი შვილები სრულიად თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ. მინდოდა აი ამის პარალელში ჩემი ცხოვრებისეული შიდა ბრძოლებიც მეჩვენებინა, თუ რას გავდიოდი როგორც ქალი ოჯახში, როგორც ქალი ბიზნესში, როგორც ქალი სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, თუ სოციუმის წევრად და ეს ყველაფერი რაღაცა ორი პარალელური სამყარო გადმომეცა, რომ საინტერესო ყოფილიყო როგორც ჩვენთვის, ქართველი მკითხველისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისათვის. დიახ. The Blitz საქართველოს შვილის აღმასვლა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე პოსტსაბჭოთა ეპოქაში. ეს არის თავარი, ასე ვთქვათ, სათაური. როგორ გამოიყურება თქვენი აღმასვლა და აქვე მინდა კომპანია CBS ჯგუფის როლის გამოკვეთოთ. როგორია ამ კომპანიის როლი თქვენი კარიერული გზის პროცესში და ზოგადად ეს აღმასვლა როგორ გამოიყურება?
იცით რა არის, არ არსებობს აღმასვლა დაღმასვლის garaშე და დაღმასვლა აღმასვლის garaშე. ეს ზუსტად ამიტომ ქვია ამ წიგნს ბლიციც, ანუ მოულოდნელი ვითარების ცვლილებები, თავდასხმები, ან თავდასხმებში გულისხმობ როგორც ემოციურს, ასევე სხვადასხვა ფინანსურ მარწუხებს და ასე შემდეგ, ანუ ეს ჩემ ცხოვრებაში, როგორც ასევე თითოეულ ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს და განსაკუთრებით რთული არის, რა თქმა უნდა, ისეთ турბულენტურ ეკონომიკურ გარემოში და რეგიონში მოღვაწეობა, როგორიც ჩვენია. თუმცა ეს ღვთის ჩვენ უნიკალურებს მინდა ვთქვა და ეს გამოცდილება არის ის, რომლის გაზიარებაც და წაკითხვაც ალბათ საინტერესოა სხვებისთვის. ვისაც აქ არ უცხოვრია, ეს არ გამოუვლია და ამას არ გადის დღეს. ჩვენთან ინტერვიუში ამბობდით, რომ სხვა რა ქვეყანა უნდა იყოს, რომ გამიჭირდეს იქ მოღვაწეობა ამ გამოცდილების. არაფერი გამაოცებს ნამდვილად და ალბათ ეს ყველაფერი ზუსტად ქმნის იმ სიძლიერეს, რაც თითოეულ ჩვენგანს ქართველებს გაგვაჩნია და განსაკუთრებით მე მინდა აღვნიშნო ქართველი ქალები ისევ. აქედან გამომდინარე, როგორ თქვა ეს CBS-ი ამ ყველაფრის გამაძლიერებელია ჩემთვის. მის garaშე ჩემი ცხოვრება, ანუ არ განსხვავდება ჩემი ცხოვრება, ჩემი არსებობა და ის კომპანია, სადაც მე მოღვაწეობ. პირველ რიგში ის ხალხი, რომელიც მიქმნის აი ამ გარემოს, რომელიც ხელს მიწყობს. არ არსებობს წარმატება, მარტოსული წარმატება, ასეთი არ არსებობს. თუ ხარ წარმატებული, ამ წარმატებაში წვლილი მიუძღვის თითოეულ შენს გარშემო არსებულ ადამიანებს. ამიტომ ეს წარმატება კოლექტიურია ჩემთვის და შეიძლება ამას CBS-იც დავარქვა სახელად. რადგან ჩვენი გადაცემის ფორმატიც, ქალების ნარატივიც, ქალების გაძლიერებაზე ორიენტირებული, განსაკუთრებით დიდ აქცენტს ვაკეთებთ ხოლმე იმ გამოწვევებზე, სირთულებზე, რომლებსაც ქალები კარიერის პროცესში, არ მხოლოდ კარიერის შენების პროცესში აწყდებიან, ზოგადად საქართველოში. თქვენ შეფასებით რა არის ეს თავარი სირთულეები და რა სირთულეები და გამოწვევები გადავახეთ თქვენი მხრივ? ამაზე შეიძლება მეორე წიგნი დავწერო. მithmetas top managementis პოზიციაზე დასაქმებული ქალისთვის საინტერესო იქნებოდა ეს. ცალკე ნამდვილად რთული არის, ალბათ გაცვეთილი ძალიან ბევრი ფრაზა შეიძლება მოვიშველიო, იმიტომ რომ ნამდვილად ბევრი საუბრობს უკვე ამ ყველაფერზე, თუმცა ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ დღეს შეიცვალა, ანუ ახალ თაობაში ნამდვილად მიმღებლობა, ანუ ქალის როლიც მეტად კიდევ უფრო მეტად და მეტად ძლიერდება და ალბათ ეს სწორედ ამის დამსახურება, როგორც თქვენი გადაცემა, როგორც არის მრავალი წარმატების ისტორია, გაზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ წიგნის მთავარი მიზანიც ეს მგონია ზუსტად გაზიარება. საუბარი არის, ანუ პრობლემის ამოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი, ანუ უთქმელი არის გადაუჭრელი, ანუ შესაბამისად უნდა ილაპარაკო ბევრი იმისათვის, რომ შენ შეგეძლოს ამ პრობლემის ამოხსნა. შენ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ხელს ჩაგჭიდებენ, აუცილებლად აღმოჩნდებიან ადამიანები თანამოაზრეები და რომ მიხვდები, რომ შენ ამ ტკივილში, ამ გასაცდელში არ ხარ მარტო, ეს უკვე დამატებითი ძალა არის, რომ მიარო წინ. თავარი ეს არის, რაც არ უნდა რთული იყოს, რაც არ უნდა დაეცე და ფსკერს მიაღწიო, თავარი არის იპოვო საკუთარში ძალა წამოდგე და აუცილებლად გადადგავ ნაბიჯს. ერთ ნაბიჯს თუ გადადგავ, შემდეგ ამას მოყოლო მეორეც, მესამეც და შეიძლება სირბილის ვეღარ გააჩერო საბოლოო ჯამში. თუმცა ჩემი პირადი ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, საერთო წუხილი ქალების მე ერთმა ალბათ გავაერთიანე, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე მარტოხელა დედობის ამპლუაში, ასევე მაშინ, როდესაც სულ პატარა კიკინებიანი გოგო მოვედი ამ ასე ვთქვათ შესაძლებლობის დასაპყრობად და ჩემი ირწმუნეს, ჩემმა ამჟამინდელმა მენეჯმენტმა, დამფუძნებლებმა ირწმუნეს იმ რაღაც მართლა ფერად შარვალში დახეულ ჯინსებში მოსული რაღაცა დაწნილი თმებით და რა ვთქვი, რომ მე ეს შემიძლია, ნამდვილად რთულია იმ წამს თან გოგოს დაუჯერო, ალბათ ესეც გამართლება ან ადამიანების სწორი დანახვა არის სააუცილებელი ასევე იმისათვის რომ რაღაცა შეძლო. აქედან გამომდინარე
ჩემი ირწმუნეს და მე შემდეგ იმედები არ გავაცრუე. ალბათ ეს იყო კარიერაში ყველაზე მთავარი ის, რომ როდესაც დავინახე, რომ ჩემი სჯეროდათ მაქსიმალურად დავიხარჯე იმისათვის, რომ ყველა გამოწვევისთვის მეპასუხა და ეს შედგებოდა არა მარტივი რაღაცეებისა, დაწყებული კორუფციისგან, დამთავრებული სხვადასხვა პრობლემებისაგან, რომელიც ამოუხსნელი გგონია, მაგრამ ზუსტად ეს გაძლევს ძალა, რომ ქალი ხარ და შემდგომ დამტკიცე, რომ ძლიერი ხარ, რომ მაგარი ხარ, რომ ეს შეგიძლია. ახსენეთ, რომ წიგნში წერტილი დავსვი, თუმცა მივხვდი, რომ ახლა კიდევ ცხოვრებაში გრძელდება სხვადასხვა ეტაპი. იქამდე სანამ სხვა ეტაპები გაგრძელდება, წიგნიდან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ, რა მიგაჩნიათ მთავარ წარმატებად, თქვენ პირად წარმატებად და მიღწევათ, მათ შორის გადალახულ ბარიერებად, გადალახულ სტერეოტიპებად, რომელზეც ახლა საუბრობთ. ჩემი მთავარი მიღწევა არის ჩემი შვილის განათებული თვალები. იგი თინეიჯერია და ალბათ ყველა დედა და მეთანხმება თუ რთულია გოგოსთვის თინეიჯერობა განსაკუთრებით, როდესაც მასში მიმდინარეობს გარდატეხის პროცესები, როდესაც ჰორმონალური ფონის თავისას შვება, როდესაც მიმდინარეობს მისი იდეალების მსხვერპლება და როდესაც მე შევძელი ის, რომ ჩემ შვილში ამენთო თვალები და მიმეცა იმედი და მიმეცა ის, რომ თურმე შეუძლებელი არაფერია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი დედისთვის ეს იქნება სწორედ ის მაგალითი, რომ თავის შვილებისათვის შექმნან იგივე ნებისმიერი რამე, არა აქ აუცილებელი რაღაც განსაკუთრებული წარმოდგენები გქონდეს ჩვენ რას ნიშნავს მიღწევა. ეს ყველაფერი ფარდობითია, რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და თითეული დედა თავის შვილისთვის ამას თუ შეძლებს, მე მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი მომავლის ხატება მაქვს წინ, იმიტომ რომ ჩვენ ვქმნით, ქალები ვქმნით ზუსტად იმ მომავალს, რომელშიც უნდა შემდგომმა თაობებმა იცხოვროს. ჩვენ ვართ საწყისი ცხოვრების, ჩვენ ვზრდით თაობებს და შესაბამისად ეს კარგ მაგალითზე გაზრდილი თაობა ვერ იქნება ვერასოდეს ცუდი. კარიერა და დედა. რამდენად არის შეთავსებადი? პირად და საქმე ცხოვრებაში იყო ერთნაირად წარმატებული. ყველაზე ძალიან გამიჭირდა, ალბათ იმ გამოწვევებზე როცა საუბრობდით, ეს გამომრჩევლოთ ეს კარიერისა და პირადი ცხოვრების ბალანსი, იმიტომ რომ ჩემი პირადი ცხოვრება სრულიად ოჯახისგან, შვილებისგან შედგება და მინდა ვთქვა, რომ სამსახურში უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ხშირად ხურობ ხოლმე, რომ შვილების ნახვა გეგმაში მაქვს გაწერილი ხოლმე. მაგრამ ჩემი ბალანსი ვიპოვა შემდეგნაირად, რომ არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, აქვს მნიშვნელობა ხარისხს. როდესაც მე ბავშვებთან ვარ თლიანად, სულით, გულით, გონებით და სხვაგან არსად, ისინი ამას გრძნობენ და ზუსტად იციან, რომ ის რამდენიმე საათი დედა არის 100% მათი. და შესაბამისად, აი ეს სრული დახარჯვა იგივე არის სამსახურში. მე როცა ვარ სამსახურში, ვარ სრული 100%-ით სამსახურის. შესაბამისად, გამოდის ის, რომ იქ სადაც ვარ, იმ მომენტში 100%-ით ვარ და ეს საკმარისი ხდება იმისათვის, რომ ორივე ნაწილი ცხოვრების დააბალანსო. ახსენეთ, რომ ჩემი მთავარი წარმატება ჩემი შვილის განათებული თვალებია. თქვენი აზრით რას ისწავლის თქვენი შვილი თქვენგან? ყველაზე ძვირფას. ყველაზე ძვირფას ალბათ იმას ისწავლის, რომ თურმე შეიძლება აღმოაჩინოს შენში ის უნარები, რაც გონია, რომ არ გაგაჩნია. რომ თურმე, როდესაც არსებობს რაღაცა შესაძლებლობები, ის არ უნდა გაუშვა. თურმე ის, რომ არ უნდა იზარმაცო, თურმე ის, რომ შრომის მოყვარეობა კარგია, თურმე ის, რომ შეიძლება პროფესიით სხვა ადამიანი იყო, მაგრამ ეცადო, ჩადო მაქსიმალური გულის სული და ის გულწრფელობა, რაც გაგაჩნია მაქსიმალურად და იქაც მიაღწიო წარმატებას. ანუ ვფიქრობ, რომ ეს მისცემს მას სტიმულს ზუსტად იმას, რომ თვითონაც არასოდეს გაჩერდეს, იყოს მუდმივ ძიებაში და ყველა თუნდაც ამ შემთხვევაში შებრუნებულად ვიტყვი, ყველა წერტილი მრავალწერტილად აქციოს. სოფლიოს მასშტაბით წიგნი უკვე ხელმისაწვდომია ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოსთვისაც მალე გახდება ხელმისაწვდომი. რა უკავშირს ელოდებით? თქვენი შეფასებით როგორ მიიღებს საზოგადოება ამ წიგნს და თქვენ განვლილ ცხოვრებას როგორ შეაფასებს? მათ შორის მგონია, რომ ქართული საზოგადოების აზრი კიდევ უფრო განსხვავებული შეიძლება იყოს.
თქვენ ახლა მგონი მიწიდასწარ მეტყველეთ რომ თარგმნა წიგნი ეს გეგმაში ეს ნამდვილად გეგმაში არ იყო იმიტომ რომ პირიქით ანუ თუ ეს მოთხოვნა გაჩნდა სურველებისაგან ჩემზე ბედნიერი ალბათ არავინ არ იქნება იმიტომ რომ სწორად აღნიშნეთ ჩემი მთავარი გათვლა მაინც ჩემი ქვეყანა და ჩემი ქვეყნის შვილები იყო, ჩემი ქვეყნის გოგოები იყვნენ. აქედან გამომდინარე, თუ ეს მოთხოვნა და ინტერესი იქნება, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ამ შესაძლებლობასაც გამოვიყენებ და ალბათ ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. თამარ, შემდეგი წიგნი რაზე უნდა იყოს? თქვენი ცხოვრების შესახებ. რა არის გეგმები კარიერული? სიმართლე გითხრათ, ჩემი ფინანსური კარიერის იქით წერლობაში კარიერას არის ალბათ უკანასკნელი რამე, რაზეც კი მიფიქრია. ეს თქვენი ცხოვრებიდან შემდეგი ავტობიოგრაფია რას ფიქრობთ? რომ რა საინტერესო ეტაპი უნდა დაიწყოს ახლა? საინტერესო ეტაპი ალბათ ამ წიგნით დანაც იქნება გამოწვეული. თუმცა დღეს ამას ვერ გეტყვით, ვერ ვხედავ, არ ვიცი, იმიტომ რომ დღეს მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ დღესაც აი ამ წამსაც რომ მოვკვდე, იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ვიღაცა ჩემი მადლიერი დარჩეს, ან რაღაცა სიკეთე დავტოვო ქვეყანაზე. ამიტომ არ ვფიქრობ ასე მომავალში სად ვიქნები, ან როგორ ვიქნები. ამას ცხოვრება მიჩვენებს და თუ ისევ საინტერესოდ გავლე და იგივე ავტობიოგრაფიას უნდა ველოდოთ მეორე ნაწილს. გამიხარდება თუ ესეც საინტერესო ცხოვრება მექნება მომავალშიც, თუმცა ამ მიმართულებით საკუთარ თავს რატომღაც დღეს ვერ ვხედავ, არ ვიცი. თამარ, ბოლოს მინდა გკითხოთ, თავარი მკითხველის უკავშირი თქვენი შვილის ეს გამორჩა, რადგან წიგნი იწყება წერილით, რომელიც შვილისთვის დაწერეთ, მისი უკავშირი როგორი იყო? მისი უკავშირი არაერთგვაროვანი იყო, მაგრამ ჩემი ინტუიციით და ანუ ჩემი შინაგანი გრძნობით, რამდენადაც მე კავშირი მაქვს ჩემ შვილთან, ეს არა ასე ვთქვათ ფიზიკური კავშირი, არამედ ის სულიერი თუ მენტალური კავშირი, რაც გამოჩნია, სრული სიძლიერით ვიგრძენი, რომ ის უსაზღვროდ ამაყი იყო. ამაყი იყო იმითი, რომ ჩემი შვილია და მე პირიქით, ანუ ამაყი ვიყავი იმითი, რომ შევძელი ის, რომ მას ეს ვაგრძნობინე. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. დარწმუნებული ვარ ამაში. თამარ, მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის, საინტერესო ინტერვიუსთვის და წარმატებები ყველა გზაზე და ყველა მიმართულებით. მადლობა თქვენ.